ცოტა ყავა და ბევრი ჯორი. ნუკი კოშკელიშვილთან და გიორგი ნაზღაიძესთან ერთად. ესეთი ამბავი გავრცელდა, რომ ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი, ხო. ისე კი ესეთ რაღაცას წიგნს წერს, აპირებსო წიგნის დაწერას. ვინ? ნუ ერთ-ერთი ქალბატონი, ახლა მოდი პირდაპირ ნუ. ანუ ლალი მოროშკინა? ლალი მოროშკინამ უკვე დაწერა, ეფხისტყაოსანი დაწერა თავიდან, გადაწერა. აჰა. არა, ერთ-ერთი ცნობილი მომღერალი არის და წერს ესეთ წიგნს. მომღერალი წერს? მომღერალი. მართლა ვინ? თქვათ? კაი, მოდი ინტრიგად დავტოვოთ და შენ რაღაცნაირად გაუძღვები ამ ამბავს. მოკლედ იცი როგორ მინდა ვთქვა ეს ყველაფერი, მოდის, როცა დაურეკავთ, იქ ითქვას მისი სახელი და გვარი, ამ შემთხვევაში უფრო ჯობია. კარგი კი ბატონო. ესე გავრცელდა ასეთი ჭორი, რომ ეს ცნობილი მომღერალი ქალბატონი, რომელიც არ მღერის პოპს და განსხვავებულ ჟანრს წერს, უმეტესად როკი არის მის შესრულებაში, ეხლა ხან მეუღლესაც დაშორდა, სხვათა შორის კიდე ეს ახალი ამბავი. და ესეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ Facebook-ზე ეს ადამიანი აშიარებს ესეთ რაღაცას, რომელიც არის ესეთი ტექსტი მითითებული, რომ ერთ წამში მინდება საპასუხო სიტყვების დაწერა. წერ დიდხანს წერ, ჩამოვაყალიბე, აზრი გადავიკითხე, წავშალე ვერ გაიგებენ, ან სხვანაირად თავისებურად გაიგებენ. ვიღაცები ეხლა ჩაბჟირდებიან, მაგრამ მე წიგნის დაწერა მომინდა, ისეთი რომელიც ძალიან დიდი ტირაჟით გაიყიდება. ჯერ ძალიან საინტერესო, ძალიან დიდი ტირაჟით გაიყიდება თუ არა საქართველოში, არ ვიცი. არა, ხო, თანეთქობა გამოცდილება უნდა გქონდეს. მოდი ვთქვათ, ვისე გვაქვს საუბარი რა სიტყვა. მოდი ვთქვათ, რადგან ამ ადამიანმა Facebook-ზე დაწერა ეს ყველაფერი და თავისი სახელი და გვარი, რა თქმა უნდა, დართული არის. ეს არის მაია დარსმელიძე, ცნობილი მომღერალი, როკ მომღერალი ამ შემთხვევაში, როკ შემსრულებელი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ დაწეროს წიგნი, რომელიც თვლის, რომ ეს იქნება არ ვიცი, ძალიან დიდი ტირაჟით იქნება გაყიდვაში, მაგრამ საქართველოში 2 მილიონში არ ამგონია დიდი ტირაჟი იყო. სოფლიო ბაზარზე თუ გაიტან სამწუხაროდ სამშობლოში. კი, მაგრამ საინტერესო ქონია თუ არა მას გამოცდილება წიგნების დაწერის საერთოდ. ხო, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც საერთოდ მაგალითად პირველ წიგნს დაწერს და სოფლიო ბესტსელერი ხდება შემდგომ. კი ბატონო, მოდი დაურეკოთ თავად მაია დარსმელიძეს და გავიგოთ რა თემატიკასთან იქნება კავშირში ეს წიგნი და სხვა შეიძლება აი აქ ეწერია მისი კომენტარი, ეთყობთ ბევრი კომენტარი იყო ამ სტატუსზე, წაიკითხე გიორგი. ესე იგი მაია დარსმელიძის კომენტარი არის ესეთი საპასუხო ამ შემთხვევაში, არ ვიცი რომელ დამნაშავეს ვეძებ და რა ჩამოირეცხება. სმაილიკი რომ ჩამოირეცხება მხოლოდ ჩამოსარეცხი ფაქტია, სმაილიკი თქვენ არიცით რაზე დავწერ. ორი სმაილიკი, ვამატებ ამ ყველას, დავწერ და გაიგებთ. ტიპები და დისკუნები ნაადრევია. დასკვნები ნაადრევია. მაბოდეს შორს ვერ ხედავ კარგად. დასკვნები ნაადრევია. ძალიან საინტერესო რაღაც უწერია, მაგრამ იცი რა არის საინტერესო, ყველაზე საინტერესო. ჩემთვის გასაკვირია, მაგალითად, რომ მაია დარსმელიძემ გადაწყვიტა ასე წიგნის დაწერა. იმიტომ წიგნის დაწერა ეს ხომ არ არის? არ არის, ხო, ადვილი არ არის ნამდვილად, როგორ ალო? არის, ბატონო. მაია გამარჯობა, ეს არის რადიო აფხაზეთის ხმა, გადაცემა ცოტა ყავა და ბევრი ჭორი, გიორგი ნაზღაიძე და ნუკი კოშკეშვილი გაწუხებთ როგორ ხარ? კარგად, გამარჯობა თავად. ჩვენც არაჩვეულებია. მაია, ძალიან საინტერესო ამბავი გავიგეთ შენს შესახებ. და ნამდვილად ძალიან დაგვაინტერესა. ძალიან ბევრი ჩვენი მსმენელი გვირეკავს ხოლმე და რაღაცა კითხვებს გვისმენს და მათ შორის იყო ერთ-ერთი ესეთი კითხვა, რომ მართალია თუ არა რომ მაია დარსმელიძე აპირებს წიგნის დაწერასო. აუ. არა, მართლა ძალიან. კი, პირდაპირ ეთერში ვარ. მოგესალმებით, ძვირფასო მსმენელებო. არ ვიცი, როგორ გითხრათ. შეიძლება დაიწეროს, შეიძლება არ დაიწეროს, იმიტომ რომ ყველაფერი ადამიანები ვართ ცოცხალი ყველა და ყველას რაღაც აზრები მოგდის ხოლმე და სოციალურ ქსელში ძირითადად გასართობად ვართ ხოლმე და ამიტომ ვერ გაგცემთ ეს გამომწურავ პასუხს არ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ სანამ შენ ჩაგერთვებოდით, ამოვიკითხეთ შენი სტატუსი და ასევე კომენტარი Facebook-ზე ამ წიგნთან დაკავშირებით, რომ ბესტსელერი იქნებაო, ნუ მიახლოებით ეგეთი აზრი იყო და საყოველთაოდ საინტერესო და რა თემატიკასთან იქნება კავშირში? ამას ვერ გეტყვით. ეს პირადი იქნება? აია, რატომ გადაწყვეტეთ წიგნის დაწერა? არა, ფსიქოტიპებია უბრალოდ და მაგიტომ ადამიანებო, არ გადამიწყვეტია არაფერი კონკრეტულად Facebook-ზე არ დაგიწერიათ ხოლმე რაღაცა ისეთი. არა, მაგრამ მაია გამიკეთებია უმეტეს შემთხვევაში. არა, არ უარყოფ ხო და არც ვადასტურებ, იმიტომ რომ ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენ ხასიათზე და განწყობაზე, ხო? ანუ ეს ყველაფერი, მოდი მაშინ ეს ანუ იხუმრე? არ ვიცი, არ ვიხუმრე, მისთვის სლუხ არის ესეთი რაღაცა, როდესაც ადამიანი რაღაცას ფიქრობს და თან იქ არ თქვი რომ წერ. ხო, არ მახსოვს როგორ არის ეს. ანუ წერ უკვე. მაია, ერთი კითხვა მაქვს, აქამდე რამე დაგიწერია საერთოდ, ანუ ქონია შეხება, იმიტომ რომ ალბათ ეხა წიგნის დაწერა არ არის ადვილი საქმე. არ არის ადვილი საქმე, გააჩნია, რა ვიცი, ვაიმე, ძალიან
მოდი მაია სხვანაირად აგისვა ვკითხავ შემში რატომ გაგიჩნდა სურვილი საერთოდ რომ წიგნი დაწერო გასაგებია რომ შეიძლება დაიწერო შეიძლება არა მაგრამ სურვილი საიდანღაც ხო გააჩნდა არა სურვილი ხო შეიძლება შენც გაგიჩნდეს და მეც გამიჩნდეს არა ხო მაგრამ საიდანღაც მოდის ახლა მე რო გადავწყვიტო წიგნის დაწერა მაგალითად ამ შემთხვევაში მე მეწოდინება რა კუთხით უნდა დავწერო ანუ იქნება ეს სიყვარულზე რომელიც მე მაწუხებდა ან ჩემს ცხოვრებაში არის შეიძლება უბრალოდ რაღაცა ისტორია იყოს ხო მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მოდის შენგან რაღაცა ერთი დღის განწყობის თემა იყოს ან რაღაც ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება იყოს და იქიდან გამომდინარე რომ არც ვადასტურებ და არც უარყოფ ვერ გეტყვით და ვერ დავაკონკრეტებ იმიტომ რომ ესაც ჩვეულებრივად Facebook ანუ სოციალურ ქსელში რაღაცა ერთ-ერთი ესეთი პოსტი და ანუ აქამდე რამე თუ დაგწერია ლექსი მაინც ან რაღაც ეგეთი ან თუ ანუ ქონია მოდი ასე ვთქვათ აი ბავშვობაში ყოველს ქონია რაღაც მიდრეკილება რომ რაღაცა დავწერო და შენ თუ გქონია ამასთან შეხება თუ ეს პირველი სურვილი იყო არა პირველი არ იყო. ანუ დაგიწერე. ეს ესეთი საინტერესოა ეს მაინტერესებს. უბრალოდ მომღერალი რომელიც ამბობს რომ ანუ მუსიკოსი რომელიც ამბობს რომ წიგნის დაწერა მინდა ძალიან საინტერესოა ზოგადად მსმენელისთვის მithmes მაია დარსმელიძე რომელმაც განაცხადა რომ წიგნი უნდა დავწერო. ძალიან საინტერესო იქნება. ესეთი საინტერესო თუ იქნებოდა რაღაც ნახევრად. თან დამაინტრიგებელი სტატუსი გაქვს მაია ძალიან რომ ეს იქნება ყველასთვის საინტერესო და გვაინტერესებს რა. ტირაჟი გაიყიდება ძალიან დიდი ტირაჟი გაიყიდება. ფაქტია უკვე დამიკავშირდით და უკვე ეს სახალხოდ განვიხილავთ ამ მე მგონი მაია უნდა დაფიქრდე უფრო რომ დაიწეროს უკვე ეს წიგნი. ამ ხელ ამბავი მოყვა, ესე იგი უნდა დაიწეროს მე მგონი. არ ვიცი, ნახო. კარგი, თუ დაწერ, ეს იქნება შენს ცხოვრებაზე თუ უბრალოდ რაღაცა ისტორია რომელიც გამოგონილი ამბავი. არა, გამოგონილი ამბები არ მეხერხება ზოგადად. არ ვიცი, არ მეხერხება, ამას ალბათ უფრო მეტი კვალიფიკაცია ჭირდება. არ ვიცი. კარგი, მაია, მოდი ბოლო კითხვა დაგისვევ ასეც, აი რომ აიღო ეხლა ამ აი ხელში ამ წამს კალამი. რა იქნებოდა პირველი სიტყვები წიგნი, რითი დაიწყებოდა? სათაური არის საინტერესო. ყველაფერი არის ხასიათზე და სათაური შეიძლება 9 ჯერ დაედიტდეს და გამოიცვალოს განწყობის და მიხედვით. ან მესიჯის და მიხედვით, რომელიც გინდა ჩადო იმ ნაწარმოებში, ბრჭყალებში, ასე რომ. მაია, შენ საბოლოო ძალიან დიდი ინტრიგა დაგვიტოვე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყოველ შემთხვევაში დაწერ ამ წიგნს და ჩვენ აუცილებლად წავიკითხავ, დაგვიტოვე ამის რაღაცნაირი განცდა რომ დაწერ. ხო, ნამდვილად დაწერ. არ ვიცი. ჩვენ სურვილი გვაქვს დიდი რომ დაწერ. სურვილი გვაქვს რომ წავიკითხოთ. მე მგონი პირველი პირველები ჩვენ ვიქნებით. აი, ძალიან კარგი. არ ვიცი. დამაფიქრა ამ ზარმა და ალბათ მეტად სერიოზულად მოვეკიდები ზოგადად სოციალურ ქსელს. ხანდახან ვერთობით ყველა, ხო იცით და. კი, ესეც მართალია. ნუ მომთხოვთ ესეც რაღაც პასუხისმგებლობის. კარგი, მაია, უღმესი მადლობა რომ ჩაგვერთვე და რა ვიცი, ჩვენ მაინც ველოდებით შენგან წიგს და თუ იქნება ეს ყველაფერი ძალიან კარგი, თუ არა წარმატებებს გისურვებთ შენ სფეროში და ყველაფერს პირად ცხოვრებაში. ბედნიერად, კარგად. ნახვამდის. ცოტა ყავა და ბევრი ჯორი. ნუგი კოშკელიშვილთან და გიორგი ნაზღაიძესთან ერთად.